ჩემია მამუსა რომ შვილი ჯობდეს მამასა. რატომ 1-3-5 წელიწადში ჩემზე მაგარი უნდა იყოს, ჩემზე ბიზნესის უნდა ისწავლოს, ბიზნეს ფსიქოლოგია უნდა ისწავლო, ხო რატო? მარკეტინგი, სუპერ ლიდერი უნდა გახდე, ხალხის ორგანიზაცია უნდა ისწავლო, როგორ შეკრიბო ხალხი, გაერთიანო მიზნებისკენ, ლოკალურისკენ, გლობალურისკენ. იმიტომ რომ თუ ეს ჩვენ არ გადავეცით ჩვენი ცოდნა და არ გადავეცით ეს აბსტრაქციაში ვამყოფეთ. შვილო წადი ეს დიპლომი აიღე, ის ჩემმა შვილმა დაამთავრა IT-შნიკია და კოდებს წერს. რის კოდებს რა, ზოგიერთ არ გეწყინოთ მშობლებო, თუ გინდათ გეწყინოთ. უნდა თქვენ თვითონ უნდა განვითარდეთ. მასწავლებელი ხართ, პროფესორი ხართ, ისტორიკოსი ხართ, მომღერალი ხართ. თქვენ თორე შვილებთან ავტორიტეტი არ გვექნება. არ გვექნება, ისინი ამას შეიძლება არ გვითხრა. მაგრამ ამათ ხო იცით, აი თაობათა შორის კავშირს არღვევს ეს ციფრი. ეს ვირიშვილი. ერთი მხრიდან. მეორე მხრიდან ინსტრუმენტი თუ ჩვენ ვიხენებთ. თორე ესეთი ეს ნარკოტიკია, ეს სასწაულია, ეს არის და ზოგიერთი მშობელი და ბებია და ბაბუა ყიდულობს. ეს თემაც მინდა წამოვჭრათ, თუ გაინტერესებთ, ამაზე ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ. აუცილებლად ამ თემას. როგორ თავისი ხელით ყიდულობენ ამ ნარკოტიკს და აძლევენ ბავშვებს და ბავშვებმა ითამაშონ. მერე ბავშვი ვითარდება გეიმერობისკენ მიდის და მერე უკვე всё ეს ყველაზე რთული ძნელად დაძლევადი ნარკოტიკია. ეს სასწაულია. იმიტომ რომ ქვეცნობიერებაში ჯდება და ის მერე მთელი ცხოვრება მიყვება.